როგორ გავუმკლავდეთ წინა საგამოცდო სტრესს, რომელიც ხშირ შემთხვევაში აბიტურიენტებს ხელს უშლის ნამუშევარი მაღალ ქულაზე შეასრულონ. ამ საკითხზე ფსიქოლოგის რეკომენდაციებით TV მონიტორინგმა ჩაწერა. სპეციალისტი გამოსაცდელებს სხვადასხვა რჩევებს აძლევს და წარმატებებს უსურვებს. ცნობისთვის ხვალ 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აპლიკანტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ. ნებისმიერი გამოცდა დაკავშირებულია ღელვასთან, ფოთვასთან, შიშთან და სხვა უამრავ ემოციასთან, რომელიც ირევა ერთმანეთში. განსაკუთრებით წინა საგამოცდო სტრესი არის რთული აბიტურიენტებისათვის. როგორც მოგეხსენებათ, რომ თვითონ უშუალოდ გამოცდაზე შეიძლება მოხდეს გულის აჩქარება, სუნთქვის დარღვევა, ამიტომ ყველა აბიტურიენტის საყურადღებოდ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სუნთქვის დარეგულირება. უშუალოდ პროცესის დროს ვამბობ ამას, ამიტომ აი ღრმა ჩასუნთქვა, ცხვირიდან და ამოსუნთქვა, ეს ხელს შეუწყობს მათ სუნთქვის დარეგულირებას და სტრესის მოხსნას, რაც პროცესში ძალიან დაეხმარებათ. ასევე დროის მართვა. და რას ნიშნავს უშუალოდ გამოცდის დროს დროის მართვა? იგივე საკითხები, რომელზეც ზუსტად იციან, რა პასუხი უნდა გასცენ. ზუსტად იციან, როგორ უნდა შეასრულონ, ჯერ დაიწყონ ამის გაკეთება, რომ ის რომ რაღაცა გარკვეული ნაწილი შეასრულეს დავალებების, ეს სტრესს ამცირებს და გადავიდნენ იმ რთულ ნაწილზე ბოლოს, რაც მათის მხრიდან უფრო რთულია და შეიძლება არასწორი პასუხი გასცენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვალების გადატვირთვა. შეიძლება ძალიან უცნაურად მოგვიჩვენოს, მაგრამ თვალების რამდენიმე წამით ცხვირისწყლთან ყურება თვალების გადატვირთვას ახდენს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ გამოცდის დროს. და აი ეს გარკვეული მცირე რეკომენდაციები მათ სტრესს მოუხსნით და უშუალოდ იმ პროცესში, გამოცდის პროცესში იქნებიან უფრო მეტად ნაყოფიერი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინა საგამოცდოდ 2 დღით ადრე მაინც აღარ ჩაერთონ ამ სწავლების პროცესში, რაც ისწავლეს. მათ უფრო მეტს ვეღარ მოიმატებენ, განსაკუთრებით წინა დღეს იციან ძალიან ხშირად თითქოს გადამეორება, მაგრამ ეს მხოლოდ დაღლის მათ ტვინს და ეს მხოლოდ არაეფექტურია. აი ეს მცირე რეკომენდაციების გათვალისწინება შეუწყობს ხელს, რომ მათ რაც ისწავლეს, რაც მთელი წლების განმავლობაში შეიმეცნეს, სწორად მიიტანონ, გადაიტანონ ფურცელზე და გამოცდა იყოს მათის მხრიდან ეფექტურად ჩაბარებული.